როცა მსგავს შენს ბედზე ავტორიტეტს ყველას ართმევ და შენ იღებ გადაწყვეტილებას, ხო? როგორი რამე იყო ის იუნგმა თქვა, ხო, რომ იმისათვის რომ კაცი გახდე, ჯერ მამა უნდა მოგიკვდესო. ოღონდ არ არის აუცილებელი რომ პირდაპირ გაგებით მოგიკვდესო, არამედ სიმბოლურად. აი იგივენაირად უბრალოდ ყველა უნდა მოგიკვდეს. ისე ვერ გახდები ვერც მამა, ვერც პიროვნება, ვერავინ, ხო ხტები? და აქ რა არის ახლა დამოუკიდებლობაში გატყდომა? ის რომ დამოუკიდებლად მიიღე გადაწყვეტილება, ხო? რაც გეხოშება. და ინანე რა, ნუ აი ცუდად დასრულდა. შემდეგ იქნება მომენტი შენს ცხოვრებაში, როცა კინაღამ გატყდები და ეგ რა მომენტია, როცა სხვები გეტყვიან, ხო გეუბნებოდი. და აი ეგ არის პრინციპში მთავარი ტესტი შენი პიროვნების. ან მიიღებ მაგას და დაბრუნდები როგორც გაქცეული ძროხა ფერმიდან, გაქცეული ცხარი ნებისმიერი ცხოველი წავა, ან დაბრუნდები, ან იტყვი რომ არა, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, ცუდი აღმოჩნდა, კიდე მივიღებ გადაწყვეტილებას, კიდე, სანამ სწორი არ აღმოჩნდება. აი ეგ არის ისეთი მომენტი და როცა დაადგები მაგ გზას რომ პიროვნება გახდე, აუცილებლად თუ ძალიან იზოლირებული არ ხარ და არ ვიცი უპატრონო და ასე შემდეგ, იქნება ეგ მომენტი. თუ ჯერ არ არის ან უკვე იყო, აი რომ ხო გეუბნებოდი და იფიქრებ რომ გონი სხვებმა უკეთესად იციან ჩემთვის რა არის კარგი. ჩემი ფეხები არ იციან. მხოლოდ შენ შეგიძლია რომ განკარგო შენი ბედი და წაიყვანო შენი ცხოვრება ისე როგორც გინდა რომ წაიყვანო. მაგას სხვას მიანდობ და მორჩანო მან აღარანაირი პიროვნებაზე აღარ გქონდეს, ანუ არანაირი პრეტენზია. ეს ხადია იმას არ ნიშნავს რომ კონსულტაცია არ უნდა გაიარო. მაგრამ ეგ კონსულტაცია უნდა გაიარო როცა რამეს აპირებ უკვე მაგასთან დაკავშირებით. აი მიიღე გადაწყვეტილება, ხო? და აი მაგასთან დაკავშირებით გაივლი კონსულტაციას. მშვენიერია. აი ეგ ნორმალურია, მაგრამ სხვას რომ მიანდო შენი ბედის წერა, ეგ არა, ამიტომაც უნდა გატყდე დამოუკიდებლობაში, სხვანაირად ხო არანაირი პიროვნება არ იქნება. პიროვნება იქნება წლებთან ერთად თან. ესე უცებ არ არის რა, მაგრამ არის უცებ ერთი წამი. ერთი რამ გჭირდება რომ აი უცებ გახდე პიროვნება. ერთი პატარა რამ და გაჩვენებთ, ეს არის ნივთი. ერთი წამით, აი აქ მიდევს, ამაში მიდევს. ერთი ნივთი არის, რომელიც წამში გაქცევთ პიროვნებად ერთი წამით. აი ეს არის. ანუ არაფერი. Toro ხო ეგეთი ფორმულა არ არსებობს, რომ ერთ დღეში ჯემალიკოდან უცებ დაწინაურდე იმამდე, მიხეილამდე, მირიანამდე ან რამე ეგეცე, არანაირად. ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com დროა რომ დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.